ნახე სვანეთში რომ რაღაცები ამათმა იქ კოდორის ხეობა რომ ნორაკვიციანისგან გაანთავისუფლეს გემახსოვრება. ხო შემოგევლო ჩემი თავი. აი მაშინ უთხარი ერთ ჩემი მეგობარია კაცო პოლიტიკოსია და просто მეთქი თავრობის სახლის წინ ვიყავით რა და მეთქი დაშვებით თქო ეხლა სვანეთში ეგეთი რამე აღმოხდარა რა ვიცი რაც ისტორიას ახსოვს რა ეგეთი თავზე ლაფის დასხმა ეგეთი ადამიანების თავმოყარეობაზე გადავლა და მეთქი რა საპირებს თქო და აი ესეთი რაღაცა მითხრა რომ ჯერ საერთოდ როგორი რამეა ვიცი რომ ჭირისუფალმა უნდა გაანძრიოსო ხელიო და მე ჭირისუფალსო ნუ დაუდგებაო ვიღაც კვეთში ეს როგორი მომენტია იცი ორი ძმაკაცი რო დგეხარ და იმას რო ხელს გაარტყავენ და შე რო უყურებ რა მე აპრავდანიისთვის რო გაქვს რომ ამან ხელი არ გააზრია და მე როგორ განა მე ჩაითვლება რომ კოდორის ხეობის ჭირისუფალი იქ ცხოვრები ხალხია სამეგრელოს ჭირისუფალი იქ ცხოვრები ხალხია. მართალი ხარ, შენ გორში რო შაშან ხალხი იხოცებოდა და თბილისში სამწუხაროდ არ იგრძნობოდა ის პათოსი რაც გორში იყო. აი ეგ დამოკიდებულება თუ არ დამთავრდა აი ამ ქვეყანაში. ერთმანეთის მიმართ ხელისუფლებასთან თუ ოპოზიციასთან თუ იმასთან თუ ამასთან და საერთოდ კიდე ეხლა ძალიან დიდხანს არ შეგაწყვეტს თავს და მე ესე მგონია რა, როცა უკეთურობას ებრძვი ხო? როცა უსამართლობას ებრძვი, როცა თავხედობას, უზრდელობას ებრძვი, უნდა სიკეთით, რაღაც სათნოებით, ზრდილობით და წესიერებით უნდა ებრძოლო რა. მართალი ხარ, მაგრამ ალბათ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ეგ გზა ავირჩიეთ, თორე სხვადასხვა გზა იყო, მე მაგალითად ჩემი გია ყარყარაშვილი ბევრჯერ სხვების რა ბიჭები, ვინც აი ბევრჯერ ისე აი ხელები მაგათი დაკბენილი ხელები მაქვს ნანახი რომ ეს როგორ მოხდა რაღაცა ბევრჯერ განუცდია სულ ყველას იმ ხარესაც იქ ზვიადის ხარეს ვინც იბრძოდა ვინც აქეთ ხარეს იბრძოდა რა მოვიგეთ არაფერი და ვინც ნორმალური ადამიანია დღეს ნანობს მაგაზე მაგიტომ არ გვინდა რომ კიდე სანანებელი ვიღაცას დაუტოვოთ მაგრამ ხანდახან ისეთი რაღაცაა ხოლმე რომ უკვე იმისი გამოცდა ხო გამოცდა მართალ რა თქმა უნდა მაგრამ ესეა რა მე ახლა გამოცდა გასავლელია და გაჩეჩილაძეს ხშირად უთქვამს მან და ბევრისგან გამიგია რომ ერთი კაცის სისხლად არღირს თუნდაც ნუ სააკაშვილის წასვლა და ამ ხელისუფლების წასვლა რა თქმა უნდა არც ერთი კაცის სისხლად არც ერთი ქალის სისხლად გასაგებია მაგრამ მე ესეთი შეკითხვა მინდა რა დავსვა შარშანწინ ნოემბერში რომ რაღაცა ცოტა ну მეტი სისხლი გამოგვდენოდა, ცოტა მეტი ოფლი გამოგვდენოდა, შაშან აგვისტოში ამდენი სისხლი იქნებოდა თუ არ იქნებოდა. ეგ არის კითხვა ხო, რომელიც ჩვენ თავებსაც უსვამთ ამ კითხვას. ხო და არის საერთოდ ესეთი რაღაც, რა თქმა უნდა 92 წლის ეს დაპირისპირება და სამოქალაქო ომი ეს არის რა თქმა უნდა ნებისმიერი ქართველისთვის, ვინც მონაწილეობდა, ვინც არ მონაწილეობდა, ვინც ხელისუფლებაში იყო და არ იყო ყველასთვის დიდი ტკივილი და საცოდაო. ბევრი სუჩია ქართველების სულში და ჯერ საკუთარი სულიდან უნდა ამოვიგდოთ. მართალი ხარ, შენ გენაცვალე შენ. ზუსტად მაგაშიც მართალი ხარ, ჩემოდამიკო რომ შვიდში რაც მოხდა შეიძლება ცოტა მეტი კბილების ჭრიალი იყოს საჭირო მაგრამ არასისხლამდე მისული მაგრამ ჯანი რო ენახებინა ყველასთვის მაგაშია საქმე თორე დღესაც რა მოდი იქიდან ორ წამში ვიტყვი ხო არიან დღეს ისეთი ხალხი რომელიც პრემიას აიღებენ და ნებისმიერ კაცზე ქსს ეთყვიან და დაასახიჩრებენ ისე ურტყავენ თავში იმხელა დუბინკერს და იმებს არიან ხო და რატო ჩემო კარგებო რატო ძმებო რა აქაური ცხოვრებაა ყველაფერი იცოდეთ ეს ბუმერანგი ისეთი ცუდი რამეა რომ ზუსტად რამოდენიმე შემთხვევა არ იყო გამოქვეყნებული და ინფორმაცია არ იყო თქმული თორე ეს რო აირდაირია სხვადასხვა ელემენტებმა ისარგებლეს მაშინ და სხვათა შორის სამართალდამცავი ორგანოებიდან 4 თუ 5 კაცი აი დაპადიეზდებები წავიდა მაშინ დაპადიეზდებები ეს უბრალოდ აფიშირება არ მოხდა მაგისი დაპადიეზდებები და მოდი შენ არ ყვია აბა გამოკრული რო ხარ სიაში რო შენ ცემ ვიღაცას და თავს უხეთქავ და ის რამდენი მტერი ყავს რატო უნდა იარო ეგრე შიში ან ღირს კი ის ფული რამეთ რომელიცაც შენ უნდა გითხრან და თავს ჩაარტყავ ვიღაცას რამე ჯვარი გწერია სულ ყველას თქვენს და ჩვენს და სულ ყველას რა ვინც აკეთებს და ვისთვისაც გამიზნულია ეს ყველაფერი რა დიდი მადლობა ჩემო კარგო გაიხარე მე მაინც ჩემ ას ვიტყვი გორგოტრო
არანაირად არ შეიძლებოდა უფრო მეტი კბილების ხჭიალი, ნუ კბილების ხჭიალი პირობითად ვიზახით ახლა ჩვენ. ანუ ხელისუფლების ისა არა იმიტომ რომ ლევანი თქვათ მაგაცები ვართ ჩვენ ყველანი უბრალოდ ერთხელ გაიარა ჩვენმა ბედკულმა საქართველოს ეს მართალია და მეორედ მე ეგეთი განცდა მქონდა იგივე 7 ნოემბერს როდესაც თქვათ ეს რაღაც სპეცნაზი და მანამდე კიდე რა უბედურება რომ მეორედ ვერ წარმომედგინა რომ აი იმაში რომ გადასულიყო ეს ყველაფერი რა აი იმ რაღაც იმ ფორმაში ეს ფორმა ესეთი სიტყვა ახლა რბილი რა წარმოუდგენელია და ალბათ კაშმარი ეს ალბათ ეხლა ცოტა ხმამაღალი ნათქვა მე ამბობ მაგრამ თუ პოლიტიკური ბრძოლა რო საუბრობენ თქვა ეს პოლიტიკოსები ექსპერტები და შემი აი ეს ბრძოლა რომელიც მიდის ხო პოლიტიკური თქვა ხელისუფლება ამბობს ეს არის ქუჩის ბრძოლა და გადავიტანო ოპოზიციას არ აქვს იმის რესურსებს გადაიტანოს მაგრამ ეს არის ბრძოლა პოლიტიკური ბრძოლა რა არის მიტინგი აბა ნუ ერთ-ერთი ის არის ხო ფორმა ნუ საბედნიეროდ სადავე აი 26-ში მე პირადად 26 მაის მაგრამ ხო რა შემეშინდა პირდაპირ ხო შემეშინდა აი თქვა იქ სტადიონი მე იქ ერთად ვიყავით მე ეს მსვლელობა და აი იქ იყო მე ვიგრძენი რომ იქ ეს უზარმაზარი რაოდენობა ხალხის იყო იტყვიან ეგრე ვერ მოამრგვალებდა პრობლემას პატრიარქის სიტყვის გარდა ვერაფერი ხო შანსი იყო ნოლი ამ დროს ეგან რაზეც საუბრობდით ხო და მე ამ დროს ნუ არ ვიცი ახლა ნუ როგორ შეიძლება შენ თავს თქვა რომ აი ჩვენ აი თელი სოფლიო რაღაც იქ პეკინის ოლიმპიადა ის რაღაც ეს ხო იცი სულ და შენ თვლი რომ შენ ხარ მაგარი მოდი მიშა მაგარია ხო ამ დროს ნუ ესე იგი ან კიდე ერთხელ ყრუ და ბრმა უნდა იყო რომ ეს ვერ იგრძნო ხო გესმის შეიძლება არ იყო იქ იმ კონკრეტულ რაღაც ადგილას ხო მაგრამ იგრძნო უნდა იგრძნო თუ პოლიტიკოსი ხარ თუ ხელისუფალი ხარ თუ პირველი პირი ხარ რომ გრძნობდე უნდა რა განწყობას რომ აი მოვიდა ეს უკვე რა ხო ეს ოთფინების ფიალა თუ რაღაცა ის არის ფიალა ხო რა აი ის ბოლო წვეთი და რაღაცა და აი იქ რაღაც გამოვარდე და არა ადეკვატური ეს სიტყვაც არ მიღოს სიმართლე რომ გითხრა გამოხვიდე და უცბად თქვა რომ აი მე იქ რაღაც ეხლა რაღაც ვიცხარ ხარხანა გაჭრილი ის რა თუ ძგა ლენტა გაჭერი მე გავარდი იქა რაღაც სახურავზე აი ერთი კაცი თუ გეგულება ვინმე რომ ხო არა ერთი კაცი თუ გეგულება რომ ობამა ეხლა დღეს ეხლა მე ვერ უყურე მაგრამ უბრალოდ რომ აიო დღევანდელი ხო რომ ყველა ელოდა ხო ჩვენ კი არა ნუ მე მგონი რა ვიცი მთელი დედამიწა ხო მართალი ხო ეხლა მოდი რა აშ შენი აზრი მაინტერესებს არა მე რას ვამბობ იცი აი მაგ თემაზე რომ მე აი ღმერთის წინაშე ვამბობ რომ ერთი კაცი არ მეგულებოდა რომ თავიდან რომ არ ეთქვა ეგეთი რამე რომ ნუ ხეხლა მიშა რომ მოვიდა დადგება და შეუტევდა ჯიგრულად ვიცხოვრებთ რა ხო და ბიჭო აგენ მოვიდა ფინალი რა და არ შეიძლება რომ ეგრე ყოფილიყო ხო შეიძლება და თუ ხო და დღევანდელ დღეს თუ ხედავ რომ ეს 100,000 ნეტა რა უნდა რაო იმისი არ იყოს რაო და 100,000 კაცი გამოვიდა ზოგშია ზოგს ყურია ზოგს ბავშვი ესე ზოგს ისე ზოგი ყველა ერთად ღირსება დაკარგული არის მა ერთი რამე აერთიანებ თორე შიმშილის და იმის ღირსება დაკარგული ეგა ხო ღირსებას ფეხი დააბიჯე ხო ერთი ნაბიჯი გადადგი რა თქვი რა ხალხო თქვენ გენაცვალეთ მე რაღაც აი ბინდ ბუნჩი ვიყავი თუ რა და მემართა არ ვიცი თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი რა აი ესეა ხვალ ესე გავაკეთოთ ძეგ ესე გავაკეთოთ მაზეკ ესე გავაკეთოთ ის მაგრამ რა ვერ ნახე რა ეგეთი რამე რა ეთყობა რთულია მონომახის კუდი მონომახს ძნელია ტარება ახო ყველას არ მეანიჭა ღმერთმა ეს ნიჭი რომ ფანჯრიდან მიყვირიან რეკლამაო რა კი ბატონო რეკლამა